ოზურგეთის თავისუფალი ზონის ორგანიზაციის წევრები შევხვდით ოზურგეთის მოსახლეობას. გადავეცით საინფორმაციო გაზეთი საქართველოში ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შესახებ. ასევე მოვიწვიეთ ოზურგეთელები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ 21 მარტის აქციაზე, რა დროსაც ჩავატარეთ გამოკითხვა. საქართველოს ყავს ტყუილი დაპირებებით მოსული ივანიშვილის მთავრობა, რომელიც აქედან გამომდინარე მე უერთდები 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის აქციას. ნაციონალური მოძრაობის აქციას თუ შევუერთდებით? ნამდვილად გადადგეს უნდა. რატო უნდა შევუერთდეთ ნაციონალების აქციას? რადგან იმედი მაქვს ისევ ნაციონალების. ამ მთავრობაზე რა ამ მთავრობის იმედი ნამდვილად არც მაქვს და არც არის და არც არაფერი არ იქნება არასდროს. არა სამწუხაროდ მუშაობთ და დრო არ მაქვს იმისთვის წავიდეთ რომ დიდი სიამოვნებით წავიდეთ. მე უერთდები 21 მარტს ნაციონალთა მოძრაობას, რადგან უნდა გადადგეს დღევანდელი მთავრობა. ამ მთავრობამ ტყუილის გარდა არაფერი არ მოიტანა. შევუერთები, ხოდა საჭიროა მეტად, გიგე? არაფრის ხნელი ეს ტყუილის ტიკეთ მთავრობა. არა აქ ნაციონალები მოვა თუ ვინ მოვა, გიგე? ვინც არ უნდა მოვიდეს, აგენის გარდა მოვიდეს, ვინც უნდა იყოს. ყველას იმედია ხალხს ახლა, იმიტომ რომ მაგება გაუცვლო თავის იმედი. ძალიან იმედგაცრუებულად გძნობ თავს მეც და საზოგადოებაც ამავე დროს. არანაირი წინსვლა არ გვაქვს. მოთმინებებმა დაღალა ხალხი, არის უკიდურესი გაჭირვება, ბანკის ვალები აღწევს ხალხს და არა ხელფასი არც პენსია კი ვისაც აქვს, მაგრამ ვისაც არ გვაქვს იმან რა ქნას, ან ვის ყოფნის რაც არის. და ძალიან უიმედოდ და შეჭირებულად და არც ჩანს მომავალი, აი ასეთი განწყობით ვართ. გვიჭირს უკიდურესად. ფიქრობთ თუ არა რომ შევუერთდეთ 21 მარტის დაგეგმილ აქციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, რადგანაც ეს აქცია ეხა უკავშირდება ამ პროტესტს ქართული ხელისუფლება. თუ ამ პროტესტს უკავშირდება, თანახმოვან შევუერთდეთ. საქართველოში არ ხდება დღესდღეობით არანაირი მნიშვნელოვანი ხელისუფლებაში არის უნიათო, უნიჭო ხალხი არის მოსული და დღეისათვის ისინი ვერ აკეთებენ ვერაფერს. უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან, მე უერთდები 21 მარტის დაგეგმილ აქციას ჩემ მეგობრებთან ერთად. ამ მთავრობის ხელში საქართველოს სულ უკან და უკან მიდის, ამიტომ მე ჩემს მეგობრებთან ერთად მივდივარ თბილისში 21 მარტის აქციაზე, რადგან მოვითხოვოთ ამ მთავრობის გადადგომა. დღევანდელი ხელისუფლების მიმართებით შემოძიებას ვაფასებ უარყოფითად. მათი მოსვლა ხელისუფლებაში უფრო ტიპის ქნევას გავს, რომ ეხლა ჩვენი დრო ასხვესი წავიდა. და მეტი არაფერი, შურისძიება, ქაოსი, ჩხუბი.